მოგესალმებით, ეს გახლავთ სატელევიზიო ток-შოუ ნინიკო 3, მე გახლავთ ნინიკო ჩიხლაძე, მაქვს პატივი წარადგინა ჩვენი გადაცემის კიდევ ერთი წამყვანი, ანსამბლის წამყვანი სოლისტი, სპიკერთა სკოლის ბრწყინვალე ნორჩი ჟურნალისტი, წარმომადგენელი მშვენიერი ანი ბლიაძე და ჩვენი დღევანდელი გადაცემის საპატიო სტუმარი არის ჩვენი ძვირფასი სტუმარი მინდა წარვადგინოთ თქვენ წინაშე ჩვენი VIP, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი როდენ დავით ოკიტაშვილი ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, დიდი მადლობა. ბატონ დავითს აქ სტუმარი. ბატონობის გარშე ვილაპარაკოთ. ჯობია. დათო ძვირფასი. ჩვენ მეგობრები ვართ. დიდი მადლობა რომ ჩვენს გვერდით ხარ. შენი ნებართვით მოვიკითხო ჩვენ ანსამბლს დამფუძნებელს და ხელმძღვანელს. დიდი სიყვარულით ჩვენი ეთერიდან. შენთან ერთად მოვიკითხავ ქალბატონს. ჩემი მეგობარი. ჭკუის დამრიგებელი. ჩემი ჭკუის დამრიგებელიც. და უსურვებ მას სასიამოვნო დღეს და ასე შემდეგ დიდი სიყვარულით მოვიკითხავ მას. ჩვენ გვაქვს რამდენიმე საინტერესო შეკითხვა მომზადებული შენთვის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ძვირფასი ადამიანი, წყენვალე საზოგადო მოღვაწე ხარ შენ ჩვენთვის, სრულად საქართველოსთვის, ბევრ კარგ საქმეს აკეთებ, ემსახურები ქართულ კულტურას და დიდი მადლობა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლიერება ამის გამო. დიდი მადლობა თქვენ. და საყვარელო შენ, რომ ესეთი თანდგომი ხარ წლების მანძილზე ქართული კულტურის, ქართული ხელოვნების, ქართველი დიდოსტატების თანამდგომი ხარ და ძვირფასი ადამიანი ხარ. არ მატირო ეხლა. კარგი. შემწყო. რუსე როგორც რუსები ეს ჩვენი მოვალეობა ამის კეთ. კარგია რომ შენ ესე ერთგულად ემსახურები, რაც გევალება და ერთგულად აკეთებ ამ წენვალე ევენთების ორგანიზებას. დიდი მადლობა ასევე წენვალე ვარსკვლავის გახსნისთვის, რომელიც თავის დროზე შენ გაახსენი ჩვენ ძვირფას ადამიანს, ლეგენდარულ ეთერ კაკულიას და სხვათა შორის მე მინდა ერთი პატარა საიდუმლო ავხადო, ასე იგი, თქვა, საზოგადოების წინაშე გამოვიტანო ყოველივე ეს, როცა ეთო ჩვენი ძვირფასი იყო შეუძლოთ, დათო იმდენად აი ძვირფასი ადამიანია, სანა ვარსკვლავი გაეხსნებოდა ის ყოველ დღე, ესე იგი, მას ეხმიანებოდა და ამხნევებდა, რომ ის ყოფილიყო ამ ვარსკვლავისთვის, მას მოეკრიბა მისი ენერგია და შემართებით, ესე იგი, ამ ვარსკვლავის გახსნას დასწრებოდა და ეთო რომ აი სადღაც შემოაღებს კარზე და შემოვა, იმიტომ რომ ისეთი თბილი ადამიანი იყო და ისეთი მხიარული, რომ მე არ მგონია მიჭირს მასზე წარსულში საუბარი, იგივე როგორც შენ, როგორც დედა შენს ქალბატონ ერნას, იმიტომ რომ ჩვენ ერთი ოჯახივით ვიყავით და რთულია ადამიანს, რომელსაც მართლა ისტორია შექმნა ქართულ ესტრადაზე და გვენატრები მე თო ესე ვიტყვი, იმიტომ რომ არსებობს მე ვიცი რაღაც და ეთო აი ჩვენთან ერთად ტრიალებს და მე მახსოვს მისი მე ერთად ვტიროდეს მის ვარსკვლავის გახსნაზე და ერთ-ერთმა ფოტოხელოვანმა დაიჭირა ეს ჩემი და ეთოს სრემლები, იმიტომ რომ ეს მართლა ამაღელვებელი იყო და რა ვიცი მერთმა ნათელში ამყოფს, მაგრამ იცი რა გააჩნია ვარსკვლავის გახსნა კიდევ ერთია, მაგრამ შენ რომ მას ყოველ დღე ამხნევებდი და აგულიანებდი და ენერგიას აი შენი თბილი სიტყვით მას აწვდიდი, ეს ყველაზე ძვირფასია, მე მგონი, იმიტომ რომ ქართულებს კარგი ნათქვამი აქვს, შეძახილ თხე გახმაო და შენ ეს ადამიანი ადრე ხო იყო რომ იძახდე რომ ადამიანი უნდა გამოცადო აი ჭირში ვინ არის შენს გვერდით, ეხლა ეს ყველაფერი შეიცვალა. შეიცვალა, იმიტომ რომ ეხლა შენ რო ხარ კარგად და ბედნიერად, აი ვინ არ ვის უხარი ეს და მე ვატყობ, ეხლა მანამ სტუდიაში შემოვიდოდი, ქალბატონ ერნას საუბრობდი, რომ გადავწყვიტე, რომ წავშალო ჩემს Facebook-იდან ბევრი ადამიანი იქიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება გყავდეს 5000 მეგობარი სიტყვაზე ვიძახით და შენი სიხარული და გაჭირვება უხაროდეს 100 კაცს, 150 კაცს. ამიტომ ჯობია გყავდეს ცოტა ხარისხიანი ვიდრე ბევრი და უხარისხი. უკაცრავად აქვს სიტყვისთვის. დაგიტახმები. ეს შენი პირველადი არჩევანია. ეს ჩემი აბარა. იმიტომ მე ამას დიდი ხანია ვაკვირდებოდი და მივხვდი რომ ეს ესეა. დიახ. რა ვიცი, იცი რა, საერთოდ მეგობრობა, იცი როგორ არის, ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი რომ ხინში ყველა მაგრები არიან. აი ჭირში ვინ დაგიდგება, ეს არის საინტერესო. არა, ჭირში უკვე მივეჩვიეთ, მაგრამ აი სხვისი სიხარულის გაზიარება უჭირთ ადამიანს, რომ უთხრას, რომ აი წარმატებული ხარ.
აი ხა თქვენი ვარსკვლავი რო გაიხსება, მაინტერესებს ვის გაუხარდება. ვირილას ვარსკვლავი. რომელიც ჩვენ სპეციალურად გადავწყვიტეთ, რომ გაკეთდეს, თქვა, საახალწლოდ, რომ ბავშვებმა იზეიმონ და ასე შემდეგ. მიხვდებით ამ ბევრ რაღაცებს, რომელსაც მეც ვხვდები. დავით, ვინც ჩემიანია, ყველას გაეხარდება. ვიცი. მე მაგის შეჭვენა მყარება. ვისაც უყვარს ჩემი ოჯახი, ვისაც უყვარ მე, ვისაც უყვარს ჩემი წინვალე დედა, მართლა მუსიკის დიდოსტატი, ეს ქალი ძალიან მოგრძალებულია და ყოველთვის გული მწყდება, რომ განსნერად ვიცი რა არის იმაშვება. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ხო, მაგრამ ვიცი რა არის, ძალიან ისეთი თავისთვის იქ სადღაც კუთხეში ზის ხოლმე და რაღაც ამ დროს ის ქმნის ნამდვილ ბრილიანტებს, იტალიური სცენის არაერთი სოლისტი გაუზდია და წვენვალე ადამიანია. და ამიტომ დროც გაქვთ, რომ ეს ყველა ჩამოიყოს და საზოგადოებამ გაიგოს ეს ყველაფერი. ეს არის ამ პროექტის აზრიც ეს არის. შენი პროექტის აზრი არის პირველ რიგში, რომ შენ იმხელა სიყვა, იცი რა არის, შენ მას სიცოცხლე გაუხანგრძლიველი საუბრებით. ის ვარსკვლავი წვენვალე იყო და მთელი თბილისი ფეხზე იდგა და მთელი საქართველო გულშემატკივრობდათ, მაგრამ შენ იმხელა სითბო და სიყვარული, შენ საშვილიშვილო სიკეთე გაუკეთე ეთოს. შენი თბილი სიტყვებით, შენი თბილი მესიჯით, შენი შემართებით და მე არასოდეს არ დამავიწყდება და ყოველთვის მადლიერი ვიქნები ესეთი ადამიანობისთვის, რაც შენ გააკეთე. მე ვიყავი ამის მოწმე ცოცხალი, რაც ხდებოდა იქ და მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ მომაკვდავ ავატყობ ქალს ესეთი თბილი სიტყვით შენეფერებოდი და ამ სიცოცხლის უხანგრძლივებდი შენი სითბოთი. შენი კაცობით, შენი ადამიანობით და შენი კეთილი საქმით, რაც ბოლოში შედგა ტრიუმფალური გახსნა იყო ვარსკვლავის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. და ძალიან გვეყარხარ და გვეამაყები მინდა გითხრა და მე არ ვიცი ვის გაუხარდება ეს ვარსკვლავის გახსნა, მაგრამ შენ გაგიხარდე. მე გამიხარდება, მე მიხარია საერთოდ. იმიტომ გამიხარდება, იმიტომ რომ ეს არა მარტო ჩვენი ანსამბლის ვარსკვლავის გახსნა, მე მინდა რომ დედა ჩემი იყოს ბედნიერი და თბილისი ბერე კონდეს შრომა რო დაუფასდეს და მთავარია ახლობლის მე მგონი კეთილდღეობა და უფრო რა ვიცი უფრო მაგარი სიტუაცია და გარემო შეექმნება შემდგომ დავით ჩვენ გვაქვს შეთვის მომზადებული ესე იგი რამდენი ეს გისმენთ და უნდა დავისვათ აი საყაროა გისმენ ყურადღებით როგორი ბავშვი იყავით, ცელკი თუ წყნარი? არა, აუტანელი, ცელკი. და ჩემზე იძახდე, რომ საერთოდ ამისგან რა გამოვა, დედჩემი საწყალი მეწოდებოდა სულ სკოლის კარებთან იყო ავტოზული. საბავშვო ბაღშიც რაღაც შეყვარებული მყავდა და მოვიპარე თოჯინა. მეორე ოთახიდან გამნო, საშინელი ვიყავი და ჩემი ძმა იყო ძალიან წყნარი და მე როლები შევცვალეთ. მე რო კლასიდან იმან გააფრინა და მე დავწყნარდი. არა, ეს იცი რა არის, საერთოდ ბავშვი ცელკი უნდა იყოს, მე აუტანელი ვიყავი, ძალიან აუტანელი ვიყავი. სიტნელი დასჯერებელი, იმიტომ რომ საკმაოდ ჭიბიოში ძალიან დიდი სიბრძნე შენ ძალიან გონება ნათელი ადამიანი ხარ და შენ თუ ცელკი ბავშვი ვიყავი არა ვასწრებდი ისე ცალკები ნიჭიერები არიან ესე ამბობენ. დედაჩემი იყო მოცეკვავი ბუხუთი დარახველიძესთან ცეკვავდა და მე ასწავლიდა ამის დავამთავრე 134 საშუალო სკოლა და იქ ყავდა სკოლაში რო არის მოცეკვავის კურსები თუ ბავშვები და მე გამომაგდო მე დავდიოდი ბატონ ფრიდონ სულაბერიძესთან მე და ჩემი ძმა რეზო ჩოხონენძესთან და თავის ეს სიყვარული კულტურის მიმართ ჩვენ სახლში დედასგან მოდის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან ძალიან ბევრი ხალხი იკრიბებოდა ესეთი ცნობილი ადამიანები და აი მოვიწამლე მე ამით. ეს დედას დამსახურება დღემდე და მე უფრთხილდები ამ ურთიერთობას, იმიტომ რომ ჩემთვის აი მე ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ თქვა ნინო რამიშვილის გვერდით ვიქნებოდი, ვიმეგობრებდი და მის სახელობის ვარსკვლავს გავხსნიდი, აი ნანი ბრეგვაძე, რამას ჩხიკვაძე, სოფიკო ჭიაურელი, მედია ჩახავა დღე არ გადიოდა სახლში რო არ დავერკა, ირინას ელაპარაკებდა, როგორ არის ეს გიჟი ხوار არ გიშლის ნერვებს და ესეთი ურთიერთობა ჰქონდა და ამ რამოდენიმე ხნის წინ მე და მისი არაჩვეულებრივი შვილიშვილი
ეკაც შეიძლება ვიყავით სადღაც და რაღაცა თევზი მოიტანეს და მე ვთხარი შენ რა თევზი მე ვთხარი მე ბებიაშენმა მასწავლა ის სილიოტკა როგორ უნდა დააბასტურმო და გაგიჟდა მე არ მისწავლა რძეში უნდა თურმე გაასუფთავო ჩადო რძეში და ვეკითხები ქალბატონ მედია რძე თურმეს არ ბილებს და მე დედას რო დავპატიჟო ჩემთან მე გასწავლი შენს ერნას ვასწავლე აი ესეთი ურთიერთობა რატო უყვები ამას იმიტომ რომ ეს ურთიერთობა არ იყო რა თქვა ან რაღაცა ღონისძიება იყო ან იუბილე და გადაიხდიდა რომ არა ჩვენი მეგობრობა ოჯახებით მე ხა მათზე პატარა ვიყავით აი ურთიერთობა თქვა რაღაცა აი არასოდეს არ დამავიწყება მე და სოფიკო ჭიაურელი დავდიოდით კოლმეურნეობის ბაზარი იყო მაშინ და ამოიღე ვიღაცეუნეოდა იქ შენის პირველი ანტრიკოტი მომიჭრე და ვეკითხები ჩუმად რა არის პირველი გაჩერდი ხა შენ ჩუმად იყავდა და აი სულ ვიჯექით ხოლმე და ერთად დავდიოდით ელიავას ბაზრობაზე თეატრს ვაკეთებდა აი ცემენტი როგორ უნდა ეყიდა როგორი მეტლახი უნდა ყოფილიყო აი ეს ყველაფერი ერთმანეთის ვიცოდი და როდესაც აი რაღაცას ხო ვიღაცა იტყოდა შენზე ან რაღაცას მეუბნეოდა რომ ეხლა იმ სიტყვას ვერ ვიტყვი ეთერში სოფიკო იცით როგორ იყო რომ ოკიტო ეს შენზე რომ არაფერს აღარ იტყვიანო არ იჭორავებენო ჩათვალე რომ შენ ცუდად ცხოვრობ რაც შემძე აქ ნალაპარაკები ეხლა მე მაგათ ვაყოლოდიო ეხლა კი არ ვიქნებოდი ამიტომ როდესაც რაღაცას გავიგე არა წინს როდესაც უსამართლოდ გლანწყავენ მაგრამ აი ერთ ყურში უშვებ და მეორედ პრინციპით მუშაობ ფაგდა სხვა გზა არ არის ასეთი ურთიერთობები გქონდა და ბედნიერი ვარ რომ შენ დღევანდელი გადაცემის იცი რა არის მე ვთვლი რომ ყოველთვის ძალიან საყვარელი და საპატიო ყველა გადაცემისთვის ძალიან საპატიო და ღირებული სტუმარი ხარ იმიტომ რომ შენ იმ ხელში ხარ თვითონ საქართველოს ისტორია საქართველოს კულტურის ისტორია შენ შეგიძლია შემდგომში მე ეს როგორც წიგნი გამოსცე შენი სოფიკოს თან ურთიერთობა ეთოს მე სხვა შორის დავიწყე ამ რაღაცების ესე ჩამოყრა და აი ძალიან ისეთი ისტორიები მაქვს მე აი მე არასოდეს არ დამოვიწყება ითქვა ალიევმა დიდმა ალიევმა რომ გამოგიგზავნა თვითფრინავი და ნანის კონცერტი იყო და აი როგორ ჩავედი და როგორ დაგვხდე რომ ვიყურებოდი თვითფრინავი რომ დაჯდა აზერბაიჯანის აეროპორტში ბაქოში ლუმინატორი და რომ ვიყურებდი ბევრი ბავშვები ყვავილები და ვიფიქრე ეთყობა რაღაცა დელეგაციას ხდებოდნენ თქო და ეს თვითფრინავი რომ წავიდა და გაჩერდა ამ წითელ ხალხს და ნუ აი ნარიცი როგორ დახვდე ნანისი და მე რა როგორ იყო კონცერტი აი ყველა ვინც დარბაზში იჯდა ყველას ყვავილი ეჭირა ორი დიდი ავტომანქანის საბარგულით ესე იგი დიდი რა ქვია ბოდიში ამ სიტყვას ვიხარ არ გამლანწყო გრუზავიკი ხო თუ რას ეძახიან დიდი სატვირთო ხო ესე მიუტანეს ნომერში და ეს არის გამოკიდებულება და ეს არის სიყვარული და ურთიერთობა და მე და ნანი ერთმანეთს ვეძახდით ჩიტებს დღესაც და ყველა გვეკითხება რატო ეძახით ერთმანეთს ჩიტებს იმიტომ რაღაცა პერიოდი მოგვიწია სულ ჰაერში ყოფნა და ჩიტები ვიტკავხდით და აი ან მისთან დამოკიდებულება როგორ ხდებიან მას აეროპორტში ან რაღაც აი ეს არის სიყვარული და ეს არის ურთიერთობა და მე ყოველთვის ვიძახი რომ კულტურის მუშაკები არიან დიპლომატები და კულტურის მუშაკებს ძალიან ბევრი რამ შეუძლია გააკეთონ და პოლიტიკოსებმა გააკეთონ თავიანთი საქმე კულტურის მუშაკები გააკეთონ თავიანთი საქმე იქიდან გამომდინარე რომ ეს ისეთი ქართველი ერს და საქართველოს თუ იცნობენ კულტურით არავის არ ეწყინოთ იმიტომ რომ ეს ესეა კულტურა არის დასაფასები და წყინსო კულტურა არის რაღაც მე ასე ხარისხოვანი ჩამონათვალში როდესაც ჩამოთვლიან თქვა განათლება ჯანდაცვა სოფლის მეურნეობა რასაკვირველია ეს ყველაფერი კაია მაგრამ მე მწყდება გული რომ აქ არ არის ხოლმე ნახსენები კულტურა და მე იმედია რომ მალე გაჩნდება ამ ჩამონათვალში კულტურა იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერი რომელიც ვართ ბედნიერი რომ ამ ყველა მიმართულებით ყავს ძალიან დასაფასებელი ადამიანები კულტურის ყველა სფეროში და მოდის არაჩვეულებრივი ახალგაზრდა თაობა მე მიხარია რომ კულტურის პალატასთან ჩვენ შევქმნით უწმინდესის ლოცვა კურთხევით ფონდი მომავალი ჩვენია და დაახლოებით 25000 ახალგაზრდა უკვე გაერთიანებული და ეს ძალიან დიდი ძალა და მე მიხარია რომ მათთან ერთად ჩვენ დავწერთ საქართველოს ახალ ისტორიას უпростоრად ეს ახალგაზრდები დაწერენ
და შენ ყოველივე საუკეთესო ხალხგეწიფება შენი ნიჭიერებით და მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს მესმის. გაიხარით. და მინდა რომ გესურვო ულევი წარმატება შენ საქმეში, იმიტომ რომ შენ იმსახურებ წინსვლას წარმატებას, უსაზღვრო წარმატებას, იმიტომ რომ ყოველივე რასაც შენ აკეთებ შენი ნიჭიდან გამომდინარე და ნამდვილად ზენიჭიერი ადამიანი ხარ. დიდი მადლობა. რასაც კულტურის სფეროში ხაზგასმით. მადლობა. ჩემო ძვირფასო. ანიკო, შენი შეკითხვები ჩვენ ძვირფას სტუმარს. რა არის წარმატების ფორმულა? წარმატების ფორმულა არის აი მე ჩემთვის არის წარმატების ფორმულა უნდა იყოს გულთან უნდა მიიტანო შენი საქმე რაც გიყვარს. აი ეს არის წარმატების ფორმა. თუ არ გიყვარს შენი საქმე და ამას ზერელად ემსახურები, ვერასოდეს წარმატებული ვერ იქნები. ამიტომ რაც ნინიკომ ძანა რომ მე ნებისმიერ ღონისძიებას როდესაც ვაკეთებ ჩემი გუნდთან ერთად ყოველთვის ვდებ მაშინ თელ გულს და სულს. ჩემი თანამშრომლები ძალიან ბევრს აკეთებენ, უფრო მეტ შეიძლება ვიდრე მე, მაგრამ სამწუხაროდ ჩანს ეკრანზე ხელმძღვანელი. მე მარტო ამას არ ვაკეთებ, მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა იმ ადამიანებს, ვინც ჩემთან მუშაობენ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ის გუნდი და ის ძალა, რომლებიც მაძლევენ იმის საშუალებას და სტიმულს, რომ მე ვიმუშაო და ვიყო წარმატებული. ეს ჩემი გუნდის დამსახურებაა და არა მარტო ჩემი. აი მაგაში დევს შენი ღირებული ადამიანობა, რომ შენ სტავს ეს ღირსეულად წარადგენს საზოგადოების წინაშე, როგორც ეს ჩემი კედელია, რომელსაც მე ვეყნობი და იცით ერთ-ერთი მყავს საერთოდ, რომელიც საერთოდ ფატი ეს ახალგაზრდები, რომლებიც შენთან არიან და ფატი ახლა შემოგვიერთდა და რა ვიცი, ბედნიერი ვარ, რომ ის ურთიერთობა, რა ურთიერთობა ჩვენ გქონდა დღემდე გრძელდება იქიდან გამომდინარე, რომ დასაკვირველია იყო წყენა, იყო კამათი, მაგის გარეშე არ ხდება სამსახურში, მაგრამ და ყოველთვის იმარჯვებდა საღიაზრი და პრენი ხრაშდაიცისინა. შენის ნებართით ფატი დავითულენს დიდი შეყოლება ისევით მოვაკითხა, იმიტომ რომ ან სამგვირილოსთვის ფატის აქ ულევი სიკეთე გაკეთებული და მე ყოველთვის მახსოვს ის ადამიანები, ვინც გულსრბელად ხარს გვიჭერდნენ და ყველანაირად იცი რა არის მე აი ვერ დაუკარგავ ადამიანს კარგს. ესეა, იმიტომ რომ კი ვარსკვლავები, მაგრამ ავიწყებათ ადამიანებს, კი არ ავიწყებათ ჩვენი ბრალიცა რო არ ვახსენებთ, იმიტომ რომ კულტურის პალატამ საერთოდ არაფერი არ გააკეთოს. ჩვენ 2015 წელს გავაკეთეთ იმ ხელა ღონისძიება, რასაც ერქვა ახალგაზრდული ოლიმპიადა. ჩვენიც გავაკეთეთ ზუსტად 20 დღეში. მივიღეთ დაახლოებით 3000 სტუმარი 20-მდე ევროპის ძალიან ბევრი. ეს რომელიც იყო მესხის სტადიონზე. ეს არ იყო ადვილი. და მილიარდი მადლობა ჩვენგან, არ ვიცი ეს საქართველოში იმით პატა ბურჯულაძესთან ერთად გვირილამ გახსნა. ეს არის მარტო ისტორია, რომელსაც ახლა გუშინ ვათვალიერებდით რაღაც სურათებს და მივხვდით, რომ აი რამხელა რამ გავაკეთეთ. რამხელა პროექტი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროექტს ხელი ვერავინ ვერ გაბედა და ვერ მოკიდა. იქიდან გამომდინარე, რომ მართლა რთული იყო და მე ერთ ადგილას დამიბარეს და მითხრესო, აი ჩათვალეო, რომ ეს პროექტი რო არ შედგესო, შენ წადი და სახლში დაჯექი. სახლში არ გამიშვებდე, მე ვიცადაც გამიშვებდე, მაგრამ რობოტივით ვიყავი და დამთავრდეს ოლიმპიადა, დავეცი მოედანზე, თვალებზე ცრემლებ წირი ვარ, იქნა გამოდიოდა, რომ თუ ეს მართლა შედგა. და მეორე დღეს ვდგები, ვიცმევ და მივდივარ. ჩემი ცოლი მეუბნება, სად მიდიხარ და მე ვთხარი სტადიონზე, აი იმ დამთავრდა, დაწყნარდიო, გამოდიეთ. აი ეს ხოცა რობოტივით რო დადიოდი, ესეთი იყო და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა იგივე თქვენის თქვენც მონაწილეობდით გვირილად და ყველა ის ადამიანი, ვინც მართლა ეს არის საქართველოს ისტორიაში შემოშევა, ეს შევიდა უკვე ფურცელ, მე ფიქრობ, რომ ასეთი მასშტაბური ღონისძიება საქართველოში არ ჩატარებულა და იმედია, რომ ჩატარდება და მიხარია, რომ ამ ჩატარების უნარი და საშუალება საქართველოში არის და დასაკვირველია თუ საქართველოს იამაყებს იმით, რომ მას შეუძლია თქვას, რომ ჩვენ გქონდა ესეთი გახსნა და ესეთი დახურვა. ულამაზეს იყო, როდესაც 15 მეტ სიმაღლეზე სუხიშვილებმა შეასრულეს გოგოებმა სამაია. ესაც მოვყვები, ხა ეს არსად არ მომიყოლია, ყველა გაოცდა, რომ ჩვენ გვინდოდა
კასკადიორები უნდა მოეყვანა და უკან უნდა დაჭირებულიყო და ეს უნდა აეწია და ყოველთვის დილას როგორც ყოველთვის გავიღვიძავდებ და მივდივარ და ვხედავ რომ სტადიონს ღებავენ და ეს ისეთ რაღაცა მანქანა რომელიც ესე ნელ-ნელა ადის და უკაცრავად მივთხარ წუთით მაპატეთ ეს რამხელა მე რამდენზე ადის და მივთხარ 15 მეტრ ესეთი 3 წელი გაქვთ ხო და კიო როგორ და ისთვის გჭირდება და მივთხარ აქ რომ გოგოები დავაყენე და თქვენ ესეთ კიო რა პრობლემა არის ამიტომ რომ ყოველთვის ნერვიულობდით რომ ეცი რა მოკაჩე რამე არ გაწყდეს და ну მე ეს სამი მოვაყვანინე და არიციან ხა თელ საზოგადოება გაგიჟებული იყო იმიტომ რომ მე ეს კაბა იცი შენანახი გაქვს ჩემ ოთახში ეს სამი ულამაზესი კაბა და აი ეს შეკერ ესეთი და აი ამის მეშვეობით საამშენებლო ერთ-ერთი კონსტრუქციით მოხდა ამ სამი ქალბატონის ჰაერში აწევა და იყო ძალიან ლამაზი რა ვიცი მე მიხარია რომ მე მიხარია რომ ჩემ გუნდთან ერთად ეს პროექტი შევქმნით და ასევე კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი წარმატება ძალიან დიდი სიხარული ბედნიერება რომ ჩვენ გვდაწილათ ამ ხელა მე მახსოვს მაპატეთ რომ დამიძახეს რომ დამთავრდა სტუმრების მიღება იყო და პატრიკცე მე მგონი ზუსტად არ მახსოვს სახელი არ მის მე მგონი ეს იყო ზუსტად ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე მეკითხება რომ რამდენი წელი ემზადებოდით თუ ამისათვისო და ну მე დავიბენი და ერთი მეუნე ახლა რომ უთხრა შეიძლება სულ გამოვთხარი ზუსტად 20 დღე თქო და გაგიჟდა ორი ბოთლი წყალი დალია და მითხრა რომ ესე მიყურებდა გიჟივით ან ეს არის გიჟი ან რაღაც და ორჯერ გამამეორებინა მითხარი რათა აი მართლა ესე იყო და მოედანზე საერთოდ შეგვიშვეს ჩვენ ოლიმპიადის გახსნამდე 3 დღით ადრე ამიტომ გენერალური რეპეტიციები მქონდა აი გახსნამდე რამოდენიმე საათით ადრე და ესეთ იქ არიყავით თქვენ ვიყავით ჩვენ და მე ყველაფერს ხედავდით ეცი რა არის ერის ერთიანობა იყო იმდენი ლამაზი სილამაზი და შენ გაგ არაჩვეულებრივ კრეატიული ესე იგი გონება გაქვს რასაც იცი რა არის რაღაცას ისეთ შექმნი ხოლმე ანცვიფრებ ადამიანებს საზოგადოებას ეს დათო დოიაშვილს მინდა უთხრა დიდი მადლობა იმიტომ რომ და გოჩა კაპანაძეს იმიტომ რომ მათი ერთობლივმა ტანდემმა ეს სილამაზე მოგზადა ჩვენ შევასრულებთ მათ მიერ დადგმული ეს ყველაფერი. შეერიკოს ჩემს ისევ პარტიის იმ ჩემს სტუდენტებს, რა ვიცი ყველას არ მინდა ვინმე გამომჩეს. ფატის კიდევ ერთხელ დიდი სიხარულით მოგეკითხავ ჩვენ ძვირფას ადამიანს და ანიკო შენი შეკითხვები ჩვენ სტუმარს. თქვენი ეტალონი ქალი ან მამაკაცი? ესეთი ბევრი არ მყავს და არ დავასახელებ რომ ვინმეს გული არ დაწყდეს. იმიტომ რომ ჩემში ეტალონი არის ადამიანის კიდევ ვიძახი კეთილსინდისიერება და აი თბილი ადამიანთან შემილია ურთიერთი არ შემილია. ესეთი ადამიანები ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ მყავს რამოდენიმე. ერთ-ერთი აგერძის გისმენს. პატეშორის იმ ერთ-ერთზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ეს იგი ისეთი სიყვარული ჩვენზე საუბრობს, როცა არ ახარ ჩვენს აი პოსტო დავდებ რაღაცას, იმიტომ კი არა რომ რაღაცა თვალი გეკცევა და აი მარტო მე კი არა, აი ყველას მიმართ არის ესეთი განწყობილი, ყველას უნდა რომ იყოს კარგად. სიკეთეს ისუათ არ შეუძლია. სოფლიო დედა. ხო, არ შეუძლია და ესეა. ამიტომ მე არ ჩამოვთვლი რომ ვინმე არ გაბრასდეს. ხო, მოვუწოდეთ. აი, შენ შეკითხები ჩვენებს. სიყვარს თუ არა მოგზაურობა? ძალიან. აი, ვერ ვიტყვი ახლა აქ სიტყვას იმას, რასაც მე ვხმარობ, იმიტომ რომ ვიძახე ხელსო დამიქნები ყველგან მივდივარ, იმიტომ რომ გიждები და ჩემი აი ეს პროექტი რომელიც ნინიკო მახსენა და იხსნება ვარსკვლავები რო იხსნება ხო არის რეგიონებშიც და როდესაც ჩავდივართ რეგიონებში აი თელი რეგიონი ემზადება აი ამ საღამოსთვის და ერთხელ ვიყავით ზემო აჭარაში და იქ 2 დღე ერთ-ერთმა ოჯახმა დაგვტოვა და აი მე არ იცი ისეთ ბედნიერი ვიყავით ჩემთვის არის ბედნიერება საერთოდ აი ესეთ ხალხთან ურთიერთობა გაზულუქებულ ხალხთან ურთიერთობა ჩემთვის რთულია და ჩვეულებრივ ადამიანებთან რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ ამ ქვეყანაში სიმშვიდე იყოს თავიანთი შრომით მე ვსაუბრობ მე არ მიყვარს ეს სიტყვა გლეხი და ამ შემდეგ ბაზარში შევდივარ 5 საათი დავდივარ იმიტომ ყველას ვესაუბრები მესაუბრებიან ზოგი ტყემას ჩუქნის გუშინ ახლა ერთმა მაჩუქა
ესე ჩემი მოყანილი საზამთრო არ იცოდა. გიჟდები ქართულთმებას. ხო და მე იმით ვსვამ ხოლმე რა ქვია. და წამოყობირე იქნება ერთი ბოთლიც ჩუქა. და როდესაც აი შენს მიმართ ესე გაიმეტებე რაღაცას, ის წვალობს ხო დილიდან საღამომდე დგასო ეს ერთი ბოთლი ან რამოდენიმე საზამთრო გაყიდო და იმას შენ გჩუქნის. ესე იგი შენ ამ ქვეყნად ცუდად არ გიწყობდე. რაღაც მათთან დამოკიდებულება ჩემთვის არის მთავარი, იმიტომ რომ ესეთი ხალხი რო გეტყვის რომ მიყვარხარ, აი ეს უფრო მჯერავს ვიდრე აი ეს გასტუკ წაჭერილი და შავა კოსტუმში და ლამაზ კაბაში გამოწყობილი ადამიანების ყველასი არა, მაგრამ ბევრის არ მჯერავს. და საყურებლო ჩვენ გავდივართ ცოტა ხნით რეკლამაზე, ჩვენ სულ მალე დაგიბრუნდებით. ხერხემლის პათოლოგიების მკურნალობა, კომპიუტერული დეკომპრესიით უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ, დისკოზი, პროტრუზია, მალთაშუა დისკის თიაქარი, ოსტეოქონდროზი, ისშიაზი, საუკეთესო შედეგი და მაქსიმალური ეფექტი. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 593 39 79 74. თუ გაქვს ბიზნესი, ან აპირებ რომ დაიწყო, მოძებნე TBC ბიზნეს ჯიზე, ბიზნეს რუკა და გაიგე რა ხდება შენს გარშემო შენთვის საინტერესო ინდუსტრიაში. აირჩიე შენი ბიზნესის ინდუსტრია. მიუთითე ლოკაცია და გაეცანი ზოგად მონაცემებს. იმისათვის, რომ შეედარო ამ ინდუსტრიის პარამეტრებს, ქვეყნის მასშტაბით თუ ლოკალურად შეიყვანე შენი ბიზნესის მონაცემები. გაიგე რა ხდება შენს ინდუსტრიაში სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. მაგალითად, შეიყვანე შენი წლიური შემოსავალი და გაარკვიე რა პოზიცია გიჭირავს ბაზარზე სხვადასხვა გეოგრაფიულ ჭრილში. ასევე ნახე სად სჯობს საწარმოო ბიზნესი. გაეცანი ინდუსტრიის მონაცემებს ქალაქების ან რეგიონების მიხედვით. და ბოლოს, გაიგე შენი ბიზნესის ბაზრის წილი. სამუშაოს მაძიებელი ხართ, დარეგისტრირდით www.worknet.gov.g ონლაინ ან მიაკითხეთ სოციალური მომსახურების რაიონულ ცენტრებს. შეავსეთ თქვენი პროფილი სრულად, რეგისტრაცია უფასოა. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელხას 1505. რომელმან შექმნა სამყარო, ძალით ამით ძლიერით, ზეგარდ მოარს მისულითა, ნაზეცით მონაბერით. ჩვენ დავბრუნდით სტუდიაში. თქვენ წინაშეა ჩვენი ძვირფასი სტუმარი,
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოკიტაშვილი კიდევ ერთხელ დათოს დიდი მადლობა სტუმრობისთვის და გადაცემის მწყენვალი წარმომადგენელი ჩვენი სპიკერთა სკოლის ანსამბლის წამყვანი სოლისტი მშვენიერი ბარბარე ჯინჯარაძე შემოგვიერთა. მოგესალმებით. მოგესალმებით ბაბიკო საყვარელო და მე ვიცი შენ რამდენიმე შეკითხვა გაქვს ჩვენი ძვირფასი სტუმრისთვის მომზადებული. თქვენი ოცნების ადგილი და ქალაქი. ჩემი ოცნების ადგილი არის სადაც ცხოვრობ თბილისში და ჩემი ქალაქიც არის თბილისი. იქიდან გამომდინარე რომ მე მქონდა ძალიან ბევრი შემოთავაზება, ეხლაც მაქვს, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია რომ სხვაგან ვიცხოვრობ. იქიდან გამომდინარე რომ 4 დღე რომ მივდივარ ქალაქიდან მგონია რომ უკვე საუკუნე არა ვარ აქ. იქიდან გამომდინარე რომ აქ მე მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, ახლობელი, რომელთანაც ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს, მისვლა, მოსვლა და სხვაგან როდესაც გადადიხარ და იწყებ ცხოვრებას, იქ ამდენ სიტყვას და ამდენ მეგობარს ვერ შეიძლება. გენიალური სიტყვები. ჭეშმარიტ. ბაბიკო შენ შეგეთქვი? ადგილი სადაც თქვენ ახერხებთ განტვირთვას. განტვირთვა ჩემ ოჯახის წევრებთან, ჩემს მეგობრებთან, არ ვარ ეხლა მე ესეთი როცა ძალიან გაუბრაზდები ხოლმე მარტო მიყვარს მანქანით ესე ქალაქში ესეც სიარული, მაგრამ წყნარდები ჩემს მეგობრების და ახლობლების და პირველ რიგში ჩემი ოჯახის წევრების გარემოცვაში იქ უფრო ვიტვირთები ესე. და მე მაინტერესებს შენი დამოკიდებულება ეგზოტიკური კერძების მიმართ. გიждები ყველაფერს ვჭამს. აბსოლუტურად. აი არ არსებობს აი ყველაფერი გველიც მიჭამია, ბაყაყიც ყველაფერი. შენი ანუ შემდგომ რომ მიერთვეს მოხარშული. არა, იმიტომ ვიცოდი ეს ყველაფერი და იქიდან გამომდინარე რომ აი არ ვარ პრეტენზიული, ხო იცით აი მე ამას არ ვჭამ, რასაკვირველია ხა ბევრს რაღაცა არ უყვარს, მაგრამ ძალიან ადვილი შესანახი ვარ იქიდან გამომდინარე რომ არ ვარ პრეტენზიული და რაც არის სახლში, რაც სადაც მივდივარ სტუმრად, რაც არის ვეუბნები რომ შეწუხდებით, იმიტომ რომ არ არის საჭირო. ადამიანმა შეიძლება სტუმრად ისე შეგიწვას უცბად კვერცხი და ერბოკვერცხი, ის ყველანაირ გულჯდა, ხიზილალ და ასატრინას ჯობდეს. თავარი ის არ არის სუფრაზე რა იდება, თავარია სუფრაზე როგორი გულით არის ეს მოტანილი. თავარი ეს არის მოწოდებული. ბაბიკო საყვარელო. თქვენი პროფესიის არჩევანი რა განაპირობა? ჩემი დედას დამოკიდებულება, იმიტომ რომ დედა თავში თქვი რომ იყო მოცეკვავე და ჩვენს ოჯახში ძალიან ბევრი ცნობილი ხალხი ტრიალებდა და ეს დედას ფაქტორმა განაპირობა. მოვიწამლე ამით. თბილისის გული ტრიალებდა, მთელი საზოგადო მოღვაწეები იყვნენ დათოს ბავშვობაში, მისი ის ამას თვალნათლივ ხედავდა და მან შეუყვარა ქართული კულტურა. და ეხლა ქმნის მწყენვარე ქართულ პროექტებს. წინვალს არა ვცდილობთ, რომ ჩვენ რაღაცნაირად. აი მე და ჩემთვის იმხელა საჩუქარი იყო. შენ ვერ მეხტები, ანუ ჩემი გადასახედიდან ის ოლიმპიადა იყო ჩემთვის უძვირფასესი საჩუქარი. ეს ისტორია. მოულოდნელი სიურპრიზი, ულამაზესი და ესე იგი სილამაზით სავსე იყო ეს პროექტი. მე ვერ აღწერ ამას ჩემ გრძნობაში, იმიტომ რომ კომენტარად ლამაზი იყო და ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო ამის მონაწილე რომ გავხდი მე და ჩემი. მე მოგცემ თქვენ ექსკლუზიურად თქვენ ტელევიზიას რომ გაუშვათ ეს თუ გინდათ, პრობლემა არ არის. პროგრამაში მადლობა აუცილებლად. ფატის უთხრებ და მოგცემს. იმიტომ რომ და ნახონ მართლა საზოგადოებამ რამხელა რამ გაკეთდა და თქვენ მაყურებელს აი ექსკლუზიურად მე არ მიმიცეს არავისთვის თქვენ დაგითმობთ. მილიარდი მადლობა ესეთი ლამაზი საჩუქრისთვის შენავდილი თოვლის ბაბუხარ. შემოგერთ. ბაბიკო შენ შეკითხები. ბატონო დათო, რაზე ოცნებობდით ბავშვობაში? ისეთ არაფერზე, განსაკუთრებული არაფერი. მართლა. გიყვართ თუ არა შოპინგი? გიждები. და ჩაცმაც მიყვარს ძალიან. შენ საყვარელი ბრენდი? არ ვიტყვი ხა არა, იცი არა, ბრენდი ესეთი არ მაქვს. აი რაც მომწონს, ყიდულობ და აი ვთქვათ, აი შევდივარ, რაღაცა მომეწონა, ხო არის ადამიანები რომ დადიან 2 დღის მერე, მერე მივდენ, გაიყიდა ჩემი ზომა. აი თუ მომეწონება იმ წუთშივე ვყიდულობ. გენიალური გადაწყვეტილება. და აქედან გამომდინარე
ეს არის მე მიყვარს როდესაც ადამიანს ლამაზად აცვია თან მით უმეტეს როდესაც შენ ტრიალებ იმ წრეში რასაც კულტურა ქვია და აქ ისეთ ბევრ ცნობილ ადამიანთან გაქვს შეხება შენ ვალდებული ხარ რომ სულ იყო ფორმაში ვერ ვიტან აი გინახი ვარ მეწვერებში არასოდეს აი პირველად როცა დგები პირდაპირ მივდივარ აბაზანაში და მიჭირავს ეს რაღაც და ესე მივეჩვიე მე ბავშვ დედა მიმაჩვიე და მე იმიტომ კი არა რომ ეხა წვერი ცუდა სულოვნები ვისაც აქვს როგორ უვლით ამას იმიტომ რომ ამას თავისი მოვლა უნდა ამას სპეციფიური რაღაცა უნდა მე ვცდილობ რომ ვიყო ყოველთვის ფორმაში იმიტომ რომ ეს არის მთავარი ურთიერთობების პატივისცემას სადღაც მიდიხარ იმიტომ რომ ესეა საჭირო. არა, სხვათა შორის მე მინდა აღნიშნო, რომ როდესაც არ უნდა გნახო, რომელი დღის მონაკვეთიც არ უნდა იყოს, ყოველთვის ბრწყინვალე ესე იგი სუნამო, ესე იგი გაქვს ესე იგი დანაპურები და всегда так холёно и приятно одет. ხავე ხამე რომ ესეთი ვაღარ მოხვალ შემდგომ. და წორები არ მინდა. ხო. სხვათა შორის უწროლოშო ისენი მომწონს ისეთი არა მე ყველას პატივს ვცემ მაგრამ მეც სხვა რაღაცას ვიძახ ამას იცი რამ ხელა მოვლა უნდა არიცი მაგრამ ძალიან კაი გაჩნდა რაღაცები რომ რაღაც არის რომ მოვლის საშუალებები მაგრამ ნუ მე არა მაქვს ამის უფლება რომ მე ესეთ ფორმაში ვიყო შეყოლთ სტრუნარი ფორმაში ხარ ეს კომპლიმენტი არ არის ამ შემთხვევაში შეჭეშმეჭება პრობლემა შენ შეგეძლო თქვენი საყვარელი ფერი მუქი ლურჯი წითელი და შავი ყველაფერს ვიცი მე რაც აი ზაფხულში უფრო აი წითელი მიყვარს მაგრამ სამსახურში არა თქვა სახლში შორტებზე ზღვაზე კი ეხლა მე რო წითელი ჩავიცვა გუშინ მეცვა ხო მაიკა ერთი იმიტომ სადღაც ისეთ ვარჩევ სად მიდიხარ იმ დღეს ეხლა ხო წითელი ჩამეცვა იტყოდნენ ეთყობა გვირილის სოლისტი გახდაო სიმღერას იწყებდა და შეშურდებოდა ხალხს ისე ერთი დუეტი შენ და ქალბატონ ერნესტ მოგნათხოვდეთ სხვათა შორის მე მაინტერესებს დატოლე შენი გეგმები ზაფხულზე თუ გაქვს სადმე თუ მე დაპატიჟებული ხართ ეთყობა დედა მარგით ხარ 15 აგვისტოს არის ჩვენი უსაყვარლესი მომღერლის თემურ თათარაშვილის იუბილე ბათუმში და სადაც იკრიბება მისი მეგობრები და ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის, იმიტომ რომ თემური მართლა ღირსია, ის 50 წლის გახდა და მინდა რომ აღნიშნოთ მისი იუბილე 15 აგვისტოს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში. თქვენც დაპატიჟებული ხართ? თუ ჩამოვარდით. ეს არ ვიცოდი, შემთხვევაში ანუ ერთად ბათუმში ვიდივართ. კი. და კიდე ძალიან დიდი სიურპრიზი, რომელიც ჩემს გუნდთან ერთად უმზადებთ. არ მინდა წამოწდეს. ნუ მალე გაიგებთ. ოკეი, კეთილი. ნუ მე ჩემის მხრივ იმედი მაქვს წარმატებით, ჩვენ სულ მალე მივგზავნებთ იტალიაში საერთაშორისო ფესტივალზე და შემდგომ ეთქო და წამოყვეთ მე ჩვენთან წამოვიდეთ. ძალიან გაგიხარდება სხვათა შორის. აი ჩვენთვის ეს იქნება შენი ჩვენთან ერთად წამოსვლა ჩვენთვის იქნება უდიდესი საჩუქარი ჩვენთვის და ერთხელ წამოვთ. სხვათა შორის არაერთხელ წამოყოლია ბატონი გივის ხარულიძე ბატონი ნოგზარკვაშალი და ყოველთვის ეს ჩვენთვის იყო ეს ძალიან დიდი ბედნიერება მათთან მოგზაურობა ურთიერთობა მეგობრობა კომუნიკაცია სიყვარული და პატივისცემა და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა მე იმედი მაქვს დიდი გამარჯვების გრან-პრის იმედი მაქვს იტალიაში და მე დიდი სიყვარული და პატივისცემით დათოსთან ერთად ჩვენ ძვირფას თემურ თათარაშვილს რომელსაც აქვს უნიკალური მანერა შეუდარებელი აი შესრულების ესე ვიტყოდი მე როგორც მუსიკოსი ის არის აი უნიკალური თავისი მანერით როგორც ასრულებს მე მგონი არ ვიცი ესეთი მანერა არის 100 წელიწადში ერთხელ უმერთი ჩუქნის ადამიანს და ძალიან მიყვარს ეს ნიჭიერი მომღერალი ბატონი თემო და ჩვენი თემოს ჩვენი საყვარელ ადამიანს მე ასევე მინდა უსურვო მრავალი ბედნიერი სიტყვოთი სავსე წელიწადი და ურევი წარმატებები. აუცილებლად. ბაბიკო შენ შეკითხე. ხართ თუ არა კარგი კონდიციონერი? ძალიან. მიყვარს მე საჭმლის კეთება. ხა იმას ვერ ვაკეთებ რა ქვია ტოლმას და ხაჭაპურს არ ვაცობ, მაგრამ აი ხორცს რაც შეეხება ყოველთვის ვაკეთებ. პატეჟორის სტატისტიკის მიხედვით მამაკაცები და ჩემ არიან ყველაზე მაგარი კულინარები. ჩემ ტელეფონში არის ჩემი მეგობრები მაშაყირებენ
ყველი დიანა, მჟავე ის ირინა, ხორცი ზურა, საქვია კიდე რა ვიცი, კვერცხი, სოფლის ეს, კოდის ეს, აი ყველაფერი მაქვს, მოკლედ ვარსკვლავის დირექტორი ხარ, ვარსკვლავის გენერალური დირექტორი ხარ, დატოლე და კვების საქართველოს კვების მინისტრი. აი სოფიკოსგან ვისწავლე და ეს ზურა რო ვახსენე, ეს ადამიანი არის მის შვილის ნათლიაო, ჩვენი მეგობრობა მე ისე გადაიზარდა, რომ მან იმხელა პატივი დამდო, რომ მომენახა მისი პატარა ქალიშვილი და აი ეს ზურაბსგან ვიცი ეს ხორცი სადაც შეიძლება რომ კარგი იყიდო, ეხლა ეს რეკლამა არ გამოვიდეს, მე გასწავლეთ, იმიტომ რომ მე რას მივხვდი, რომ ძალიან მიყვარს ღვიძლი. სასარგებლოა. და ის რა ქვია, ერთხელ რო უთხარი, მითხრა რომ დაურეკე 2 გავიდა 3 დღე, 4 დღე, 1 კვირა. მე ვთხარი რომ ის რა ქვია, დაგავიწყდა თქო და მე ვთხარი ყველა მაღაზია სადაც შედიხარ დევს თქო და მაშინ ჩემთან უღამოდიხარ, თუმცა ამ ღვიძლსაც რო ყიდლობ ის თუ მე ერთ ადგილას რაღაცა ჭრირს, იქ ხედავს თუ რაღაცა იქ ეგაც მასწავლა. და აქედან გამომდინარე მივხვდი რომ აღარ წავედი იმის მიერ და ესე დამეგობრდი და დაურეკა ხოლმე ზურა ღვიძლი მინდა, ის სამწოდე მინდა, ეს მინდა და იმიტომ რომ მეც და ჩემი მეუღლეც ვართ, ჩვენთან რომ არავინ არ მოვიდეს, ხო სტუმრად გიждდებით, იმიტომ რომ ეს ჩემი მეუღლე რეკას ხოლმე და ამ გიჟმა ხო არ გეჩხუბათ რაღაცა და იმიტომ რომ იციან ჩემსა და ფეთქებად სახასიათი, იმიტომ რომ ოჯახში როდესაც სტუმარი არ მოდის, ის ოჯახი არ არის. ამიტომ რომ და ისაც გააჩვენ მე მაგალითად როდესაც შევდივარ და ვხედავ გამცინებულ სახეს, ხა როდესაც შეამჩნევ რომ იქ ისე ხარ რაღაცა მე რამდენჯერმე ამდგარ ვარ და წამოსვარ იქიდან გამომდინარე რომ არც ისინი შავარდნი იყო ნუ ხალხურ სიტუაციაში და ეხლა ჩვენც ესე მოვალეობის მიზნისთვის ამჯდარი ყავით. ესე იგი შენ ყავს არა ძალიან კაი საჭმელებს ვაკეთებ. ჩვენ მალე გესტუმრებით თუ მომწამდით. სპატეშერის კაცებს რო ხელმოწიფება ხორცთან ეს ურთიერთობა ეს არის სოფლიო სტატისტიკის სადაც მივდივარ ხოლმე თქვათ სუფრაზე ხო თქვათ მომეწონა თქვათ დიასახლისის გაკეთებული თუმცა ვეუბნები რეცეპტი მომეცი და სუმაცლე მე მოვდივარ და იწყება სახში წვალება იმიტომ რომ ირინა ეს გამოიყე აბა მოდი ახლა ეს გავაკეთო და ეს არის ძალიან ის რაღაც ადეჯერის ჩემი ბიჭი რაღაც ხა თავის კვების მაციონი შეცვალა და დღეს გავაკეთე ძალიან გემრიელი საოზმე და ქალბატონმა ერნამ შემაქრო შენო კარგი კულინარიაში ხელი შენ თუ მაგის დრო გაქვს მალადიც არა სხვადასხვა იცი რა არის მე დრო არ მაქვს მაგრამ თუ რამეს ვაკეთებ განსაკუთრებით ეკვებასაც შეეხება როგორც ქალბატონი ერნა ესე იგი ასობს ამის შესახებ ძალიან მაგრა გავგდის ახლა და დღეს ისე შემაქო ისე დილიდან რომ აი მოკლედ კი ხელოვანი ადამიანის ეხება აი სოფიკოს უყვარდა მასწავლა წითელი ბულგარული ნიორი ზეთში აი უცბად ზეთში იმას შვებოდა რა ქვია ჩაყრი და უცბად მოთოვშავდა და მე მიახური წვრილად დაჭრილი ნიორი და მარილი და აი ეგრევე ასე რამდენი ჩამობრუნა დატოლია ეხა ენა მომში ესე იგი ქალბატონ ერნას რო კულინარიაში ხელი არ ვიცი ახლა მე როგორი მაქვს მაგრამ ესე იგი იცი როგორი ხელი აქვს ესე იგი ეს კი თქვენ მე მოვა თქვენ ესე იგი მე მგონი ცოტა დედიკოს ნიჭი გამოყვადა ძალიან მეტი იმიტომ რომ ისეთ სუფრებში და მე პატარა ვიყავი ესე იგი ნუ აი გრანდიოზულს რა თავისი დეკორით იცი რა უნდა დაბრუნდეს კაია რესტორანი მაგრამ აი ეს მე მიყვარს ხოლმე როდესაც შინაურ სახში როდესაც რაღაცას აკეთებ და აი შენი ხელით ამას უფრო გემოაქვს და გემრიელი წინვალე ხელია კებრილიანტი კულინარიაში და შენი ის კერძების იტალიიდან ჩამოხარ ჯერ ჩემთან მოდით მე მოხდენ კი იცი რა შეიძლება კიდე რამე საომესნის უფრო ჩემს ხო ანეკდოტი დადიოდა მოხოთ ეს ნამდვილი ამბავია რომ ის რა ქვია მე ძალიან მიყვარს თევზი აი ბათუმში რო ჩავდივარ მანამ მივალ აი თქვა სასტუმრომდე თევზის ბაზრობა როა ცნობილი იქ ვაჩერებ გზიდან ურეკა მყავს იქ ადამიანი ქალბატონი მარინა რომელსაც ურეკა მარინა მე ვთხარი ხა 2 კილო ბარაბუ რაღაცას ეს შემიწევს და ვჩერდები ვჭამ და ნუ ერთ-ერთი ყვება რომ ისო იცით თქვენზეო ანეკდოტი დადისო და ანეკდოტი დადის მეთქი და
ოქიტაში იმდენი თევზი ჭამაო ბათუმშიო რომ თოლიები მისდევდნენ ქუთაისამდე და მე ვთხარი მართალი უთქია მე ვთხარი დღე და ღამე აქ ზივარ და აქ ჭამდა მე ვთხარი ეს მართალი ყოფილა თქვენ იმიტომ რომ აი იგივე ურთიერთობა რომ ეს გუშინდელი დაჭერილი აი ამას მოგცემთ აი დამოკიდებულება ურთიერთობა ესე არა რომ შედიხარ და აბა ეხლა ეს მანახე და ვინ ახარ არავინ არ ვარ არც მე არც არავინ თავარია იმ ადამიანებს უნდა სეპატივი რომელი ადამიანებით შრომობენ იმისათვის რომ თქვა შენ იგივე დანაყრდა იგივე ბაზარში მიდიხარ პროდუქტი იყიდო ეს იმ ადამიანების დამსახურება და შენ იმაზე მაგლა რატო ხარ რომ თქვა რაღაც ოთახში ზიხარ და მანქანა გემსახურება და მდივანი გყავს პირიქით ჩემთვის ეს ადამიანები უფრო ძვირფასი არიან ვინც ჩვენ გვაჭმევენ ვინც ჩვენ ზდიან ყველაფერს და ჩვენ მივიდეთ ვიყიდოთ და გავახაროთ ჩვენ მე ამ ხალხს უფრო დიდ პატივს ვცემ. შენ ხარ უდიდესი ადამიანი ამას რო საუბრობ და იმიტომაც გჩუქნია შენი მტყელს რომ სახალხო სიყვარული გაქვს რომელსაც ესე ადვილად არ ეშუება ეს ხალხის სიყვარული შენ დაიმსახურე ეს ყოველივე. იმიტომ რომ ეს დიდი პირი აი გუშინ მოხდა რაღაც გავიხსენი რაღაც კარგი აურაა კეთობა მაღაზიებში აგრძალეს ტვინის გაყიდვა ეს ტვინი ძროხის რაღაც ოღონდ უნდა იყოს ერთ რაღაც ეგაც ვიცი რომ ბევრი холესტერინი არ იყოს რაღაც და წყნეთში ერთ-ერთ მაღაზიაში შევიდე ვიკითხე უკაცრავად ხო არ გაქვთ თქო და შეწუხდნენ და არ გვაქვს იმიტომ რომ არ შეიძლებაო მაგისო გაყიდვა იმიტომ რომ ეს რაღაცა თავისი სპეციფიურად რაღაცებით ამერიკაში ჩემი მეგობარი ლევან თათულაშვილი და მეუბნება შენ რომ მაღაზიაში ყოფილხარ რომ ტვინი გდომებია და მიდიო აბა ჭიშკართან იქ ჩემი ძმა არისო და რაღაცას მოგცემსო და გავაღე და მომიტანეს ეს იმდენად შევწყვეტი თუნდაც მისი ახლობლის ყოფილა დაურეკია და აი ეს არის სიამოვნებო და ურთიერთობა მე მას ვიცი ეგ როგორ კეთდება და ეს არის საქართველოს ეს არის თბილისი და დელიკატესი თბილისი და საქართველოს ურთიერთობა ხო და მე ავედი მაღაზიას ცხრამარდობა უხადე იმიტომ რომ მე ჩემმა მეუღლე მითხრა რომ ხო ხვდები არსად არაფერი არ ვდებ ხალხს შენს გამო ნუაგდებ უხერხულ სიტუაციაში არა იმან აი ეს არის ურთიერთობა ხო არა ერთმა იმის მერე დამჩა რომ ერთმა თათა იყო პატარა და ბანანი ჩუქნდა და მივთხარი არ გამოართვა თქო და რა იყო თქვენო ჩვენს მოწოდებულსო არ კადრულობდო და აი იმის მერე ეს ყველაფერი დავამთავრე იმიტომ რომ მე აუხსენი რომ რას ბრძანებთ როგორ არა მაგრამ თქვენ შრომობთ და თქვენ იქლებთ და ჩვენ გვაძლევთ და აქედან გამომდინარე როცა ჩუქნიან ხა მწვანი ერთმა ბაჯმა მიცნო გამოვშტერდი მე ვთქვი საიდან შენ საიდანაც და ნუ ეს არის სიყვარული და დამოკიდებულება და მე ამას იმიტომ ვლაპარაკობ რომ მე ამ ხალხს მინდა თქვენი ეთერით უთხრა ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ მეც ძალიან მიყვარს ეს ადამიანი ჩვენც გერთდები ძვირფასი ხალხი და აბარა მადლობა რომ მინდა იყოს ამ ადამიანების შრომა დაფასებული იქიდან გამომდინარე რომ ეს ადამიანები ქმნიან იმ პროდუქტს, რა პროდუქტითაც ჩვენ ვიკვებები. ყოველდღიურად პროდუქციას. ესენი გვაძლევენ ჩვენ სიცოცხლეს, და ამიტომ ამ ხალხს უნდა გავფრთხილები. ყველა ადამიანს საერთოდ უნდა გავფრთხილება და არა მარტო პატარას, ასევე დიდს, იმიტომ რომ ის დიდიც чутки раннему человеку от природы. ბაბიკო, შენი შეკითხვა ჩვენ ძვირფასდომარს. რა არის თქვენთვის საქართველო? ყველაფერია ჩემთვის საქართველო და მე იმედი მაქვს და მე მჯერავს უწმინდესი სიტყვები რომ საქართველო ძალიან მალე სულ ერთიანი იქნება და ჩვენი ოსი აფხაზი ძმებიც ჩვენ ერთად ვიქნები და მე მინდა ისე არ წავიდე ამ ქვეყნიდან რომ არ ჩავიდე თქვა ისევ სოხუმში, გაგრაში, პიცულტაში და მე ყოველთვის მე არ მიყვარს სიტყვა ტოლვილები და შემდეგ მე ვიძახი რომ ეს არის დროებით დროებით გარემო, დროებით იძულებული წამოსული თავისი კუთხიდან და მე ყოველთვის ვიძახი რომ მათ ჩვენ აქ რამდენი სახლიც არ უნდა მივცეთ, რამდენიც არ უნდა აუშენოთ, მათ უნდათ იქ, სადაც დაიბადნენ, გაიზარდნენ და მე ვფიქრობ რომ ისინი ძალიან მალე იქ დაბრუნდებიან. მე მჯერავს ჩვენი უწმინდესი ყოველთვის იძახს რომ საქართველო იქნება ერთიანი. მეც მჯერა და ჩვენი გადაცემა დასრულს ვახლოვდება. ნება მიბოცე კიდევ ერთხელ მადლიერების გზნობაშენდამი გამოვხატო ჩვენი ძვირფასი ფატის დამი გამოვხატო ფატიკო საყვარელი ძალიან გუყარხარ და გოიამაყებით ჩვენი გაცემის სტუმარი იყო საქართველოს
კულტურის პალატის პრეზიდენტი, ძვირფასი ადამიანი, მადლობა გაიხარეთ. დავით ოკიტაშვილის სტუმრობისთვის და დიდი მადლობა ჩემ შვენიერ ბარბარა ჯინჯარაძეს, ანსამბლ წამყვანი სოლისტი, ნორჩი ჟურნალისტი, კაცემის დღევანდელი წამყვანი. მე გიგახლავთ ნიკო ჩიხლაძე, პრობით გემშვიდობებით, გისურვებთ ყოველდღე საუბრად.